ლარი გაუფასურდა, ეროვნული ვალუტის კურსი დაეცა დოლართან, ევროსთან და სხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით. მაგალითად, გუშინ ეროვნული ბანკის მიერ დაადგენილი მონაცემებით ამერიკულ დოლართან ლარი 2.13 მიასედი თეთრით დაეცა. ევროსთან მიმართებით 2.33 მიასედი თეთრით. ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან ლარის გაუფასურება კი 2.85 მიასედ თეთრს შეადგენს. დღეს ბლუმბერგის მონაცემებით 1 დოლარის ღირებულება 2.74 მიასედი ლარია, კიდევ უფრო მეტია დოლარის ღირებულება ვალუტის გადამსვლელ ჯიხურებში. ახალ ოფიციალურ კურსს ეროვნული ბანკის საღამოს 5 საათზე დაადგენს. დავაკვირდებით ყველა სავაჭრო პარტნიორ ვალუტასთან, ყველა ქვეყნის სავაჭრო პარტნიორებთან გაუფასურდა სამწუხაროდ ზოგთან მეტი, ზოგთან ნაკლებად, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა პირველ რიგში დოლარს და ევროს უყურებთ, რადგან ძირითადად ვთქვათ, მოსახლეობა ვთქვათ, ვისაც დოლარში აქვს ესხი, ან ხარჯები აქვს დოლარში, ვთქვათ, ან შეძენა უნდა ავტომობილის თუ უძრავი ქონების, რა თქმა უნდა დოლარში ითვლის ამ ხარჯებს. მიზეზი შეიძლება იყოს უფრო, ჩემი აზრით, მოლოდინების გაუარესება, რაც უკავშირდება სწორედ ოქტომბერს, 4 ოქტომბერს ვთქვათ, წინა საარჩევნო დაგეგმილ რაღაც მასშტაბურ საპროტესტო აქციებს, სხვა მხრივაც ზოგადად მაკროეკონომიკური პარამეტრები, იგივე ინვესტიციების თვალსაზრისით არის გაუარესებული სამწუხაროდ და ამის მიზეზი თავისთავად არის ქვეყანაში ბოლო წლებში მიმდინარე მოვლენები.